მოგესალმებით, მე ვარ თედო იობიძე, პროფესიით ჟურნალისტი. ამჟამად მუშაობ BBC-ში, უსაფრთხოების დეპარტამენტში. მე ვარ საბა ყაფლანიშვილი, ნიუტონის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი, ინგლისური ენის. ჩემს შესახებ ის შემიძლია მოვყვე, რომ დაბადებიდან არ ვარ ეთში, 21 წლის ასაკში დამემართა. ეს ყველაფერი ავტოავარიის შედეგად. მანქანა გადატრიალდა, უკანა მგზავრი ვიყავი და გამომიყვანეს უკანა მდგომარეობაში ამ უკანა სავარძლიდან და იმის შემდეგ ხერხემის ტრავმის გამო ვარ ეთში. მე მქვია ანუკა მურვანიძე და ვარ 52 წლის. მე ვარ ესმა გუმბერიძე, ვარ 31 წლის. დაბადებიდან უსინათლო. დაამთავრე უსინათლოთა საჯარო სკოლა 202 თბილისში. სტანდარტული რაც არის საქართველოში, დასაქმებული ადამიანის ზედად სამსახური, სილვეტით გართობა გაჩნია რა, როცა მოხდა ესე შემდეგ სტანდარტული, განსაკუთრებული არაფერი. ვიღვიძებ ჩვეულებრივ ვებზადები სამსახური, სამსახურის შემდეგ რაც საქმეები მაქვს მორჩენილი, მე სოციალური ცხოვრებისთვის ვიცლი ცოტას და მე ჩვეულებრივ. მაგრამ იმისთვის რომ აქამდე მოსულიყავ, მე დამჭირდა წლობით ფიზიკური თერაპია და საკუთარ თავზეც მუშაობა, რომ ფსიქოლოგიური ბარიერები გადაველახა, რომელიც თამდევია ფიზიკური ბარიერებისა და რომელზეც უნაშიც მინდა თქვა, რომ დიდი დახმარება არ გაქვს ამ ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. რაღაც რუტინა რო გითხრათ არ მაქვს, იმიტომ რომ სტაბილური სამსახური არ მაქვს, ამ თვალსაზრისით რაღაც სწავლობ და ამიტომ გააჩნია, ხან ტრენინგებს ვატარებდი, სანამ ეს კანონები შემოვიდნენ, მოკლედ რაღაც პერიოდი ტრენინგებს ვატარებდი, ბლოგებს წერდი, სკოლებშიც დავდივარ, მათ შორის მოხალისეობრივ საწყისებზე და უსინათლოებზე ვუყვები ხოლმე ბავშვებს, ძირითადად სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე, უნივერსიტეტებში დავდიოდი, სტუდენტებს ვხვდებოდი. და რა ვიცი, Facebook-ზე ვდებ ხოლმე ვიდეოებს, YouTube-ზე აი ამ უსინათლოების და შიშრული პირების უფლებების შესახებ ზოგადად ვცდილობ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერება ავამაღლო. წლების წინ ვიყავი გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელიც. საკმაოდ რთულია გადაადგილება, იმიტომ რომ არ არის ადაპტირებული მთლიანად ქალაქი, ბარიერები არის ძალიან ბევრი. შესაბამისად, უბრალოდ უსაფრთხო არ არის, რომ გაიარონ. მიუხედავად ამისა, რაღაც დონეზე ვახერხებ. თუმცა ხა ბოლო პერიოდში იმ ცენტრალურ უბნებში უკვე ადაპტირებული არის გადასასვლელები მათ შორის, შესაბამისად მარტივია გადაადგილება და დანარჩენში უკვე დიდი პრობლემაა და არის შემთხვევები, როცა გჭირდება, რომ ვიღაც დაიხმარო, რომ უსაფრთხოდ და სწრაფად გადაადგილო. შიშრული პირებისთვის სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადგილი არის ძალიან რთული გადასაადგილებელი, იმიტომ რომ მე არ ვხმარობ, ხა პანდუსი არ მჭირდება ისე, აი დოქტორით მოსარგებლე არ ვარ, მე დავდივარ ყავარჯნით, მაგრამ აი ეს პანდუსები, რომელიც არის გაკეთებული ვითომ პანდუსები, მაინც არის ისეთი პატარა ჩასასვლელი, რომელიც მე არა, მაგრამ ვიცი რომ სხვებს დავუშვათ პრობლემას უკვე. ავტობუსის გაჩერებაზე რომ ჩავიდე ჩემი გორბოსიდან, უნდა ჩაიარო სადღაც 30 კიბე. შესაბამისად, ვიცი რომ ავტობუსები ისე შემოვიდა, რომელსაც გადმოსაშველი პანდუსი აქვს, მაგრამ მე თბილისში ჯერ მაგ ავტობუსებით არ მისარგებლია. თუმცა საზოგადოებას ეთყობა, რომ ხოხილი იყო მაგალითად ეთქით მოსარგებლე, რომელიც ადის ავტობუსში, იმიტომ რომ ერთი მომენტი ავტობუსი რო გაიხსნება, შუა ნაწილიდან ადიხარ და უნდა გადმოიწიოს პანდუსი და ამას უყურებდნენ როგორც რაღაცა საოცრებას რა თქოს. ავტობუსის გაჩერებამდე თუ ვერ მივაღწია და წერან თქვი რომ ტროტუარები არის ისეთი წინაღობა ჩვენთვის. აზრი იკარგება. ამ ადაპტირებულ ავტობუსს თუ ავტობუსის გაჩერებამდე ვერ მივაღწია და ასევე თუ ავტობუსი ისეთი გატრენინგი მოვიდა რომ უბრალოდ ვერ ავედი სიში. მასკებს ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ იქ გაჩერებები არ ცხადდება და მძღოლებმა ძალიან ხშირად არ იციან გაჩერების სახელწოდება, ანუ რომ ავუხსნა, რომელ გაჩერებაზე მინდა რომ გამიჩეროს, უჭირთ ხოლმე გაგება. ავტობუსში ავდივარ და იქ ვეკითხები და გაჩერებები ავტობუსებში უკვე ცხადდება მეტნაკლებად. მართალია ზოგჯერ არის ხოლმე მოშლილი და მე ვეკავ სატრანსპორტო კომპანიაში
ვაფიქსირებ საჩი ვარს, რომელი ავტობუსი არ აცხადებს მაგ და თან როცა არ აცხადებს, ან ძღოლს ვეკითხები, ან ხანდახან ვითვლი კიდეც თუ ვიცი მარშრუტი კარგად, რომელი გაჩერება რომლის მერე მოდის. ხანერა მაგათად გუშინ მოვიდიოდი ავტობუსით და მატარებლის ხმაზე მივხვდი, რომ უკვე დიდი დეშინა ყოფილიყავი. რაც პროგრესი არის, რა თქმა უნდა, როგორც ახსენეთ, თუნდაც ამ ავტობუსების მიმართებაში გამობრივად გაიზარდა და ეს უკვე სული დაბარო არის. თუნდაც სამსაო ინფრასტრუქტურის მიხედვით, მაგრამ გამოწვევები განსაკუთრებით გარეუბნებში ძალიან დიდია. მუშაობ ინფრასტრუქტურას, ხო? ხო, ეს არის პროგრესი არის. მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. წლების მანძილზე არანაირ ცვლილებას არ ვხედავ სამწუხაროდ. ვიცი, რომ არსებობს პროგრამები უამრავი, რომელიც ფინანსდება, მაგრამ არის როგორც კანონპროექტი და მე არ ხორციელდება. და რეალურად გამოდის, რომ უბრალოდ აი კანონპროექტში მიდის რაღაცა ენერგიის ხარჯვა და მე უკვე აბსოლუტურად ეს არის ფუყე, აბსოლუტურად რაღაცნაირი ფაქტობრივად გამოდის, რომ უბრალოდ თავარი კანონპროექტი ჩამოაყალიბონ, თორე რეალურად ალბათ მაგის ეკეთება არ უნდა, თორე გააკეთებდნენ. ძალიან ბევრი რამ რაც კეთდებოდა ჩვენ დასახმარებლად იყო ევროკავშირის დაფინანსებით. და ახლა როდესაც ევროკავშირთან ურთიერთობა შეხში შევიდა ქვეყნის და ევროპული გეზიდან გადაუხვია ქვეყანა, ძალიან პესიმისტური პროგნოზები მაქვს იმასთან დაკავშირებით, რა პროგრესი შეიძლება დავინახო მომავალში შეშეპირების უფლებების მხრივ. რაღაც პროგრესი თუ იქნა ბოლო წლებში გაკეთებული, ეს შემთხვევაში ქვეყნის პროდასალურ კურსს უკავშირდებოდა და დასალურ დახმარებას და ახლა როდესაც ეს ორი შეწყვეტილია, მგონია რომ სამალ პროგნოზები საკმაოდ მუქფერებში იქნება და ესე მე ესახება მე პირადად ჩემი თემის მომავალი ამ ქვეყანაში. ნახოთ, იმედია ჩემი პროგნოზები ძალიან იქნება, თუმცა ბევრი მიზეზი არ მაქვს იმისთვის, რომ გაუმჯობესებას რაც შეეხება, კი ბატონო, რაღაცები უმჯობესდება. ანუ აი 2021 წლამდე ჩვენ ფაქტობრივად ქალაქში არ გქონდა ნიშნები. ნამდვილად არსად არ ცხადდებოდა ავტობუსებში გაჩერებები. 2022-23 წლიდან დაიწყო ავტობუსებში გაჩერების გამოცხადება და ეს რა ვიცი, მე ძალიან ბევრი ვიმუშავე ამისთვის და ძალიან მეამაყება, როცა ჩემი ერთი უზბეკი უსინათლო მეგობარი ჩამოდის აქ და ამბობს, რომ აი ჩვენთან ეს არ არის, ანუ გაჩერებების გამოცხადება. ვინც არის მანქანაზე მძის საჭესთან და დაკრული აქვს შეშემოპირის სტიკერი. ხო არის გაჩერება, ანუ პარკინგზე არის სპეციალური ადგილი შეშემოპირებისთვის. აღმოჩნდა, რომ შეშემოპირებს აჯარიმებენ, როცა იქ ავარჩერებენ. იყო ეგეთი შემთხვევა, გადმოვიდა და თქვა სტიკერი მაქვს, ჯოხებზე ვდგავარო. უიო, არ ვიცოდი, გამომწერე რა ვქნაო და მე რო რახან სტიკერი რომ აქვს და ჩემი ადგილი რო არის, ხომ და ბევრჯერ ყოფილა ის მომენტი, რომ პატრული ამბობს, არ ვიცოდი, რომ ეს ადგილი თქვენთვის არისო. შეშემოპირთა უმეტესობას არ შეუძლია ფიზიკურად მუშაობა. იმიტომ რომ ჩვენ იმ დადვრითვას ვერ გავუძლებთ, რასაც არაშემოპირებულები უძლებენ და გააჩნიათ რა ხარისხის დაზიანება აქვს. ძალიან ბევრს უბრალოდ სხვანაირი დაზიანება აქვს და იმათ უფრო დიდი პრობლემები აქვს ჯანმრთელობის და ვერ შეძლებენ მუშაობას. შესაბამისად, თავისით ვერ დაეფინანსებენ კურნალობას და აუცილებელია, რომ იყოს უფასო. ცუდად არის გამართული სისტემა სახელმწიფოს მხრიდან და უნდა იყოს გამართული ეს ყველაფერი ისე, რომ ფინანსდებოდა შეშემოპირთა რეაბილიტაცია. ემპათიიდან იწყება თანასწორობა. რაც შეეხება ცვლილებას, რა თქმა უნდა ხედავ. აი ჩემ ადრეულ ასაკში, როცა მაგალითად ქალაქში გამოვიდოდი, რაღაც იყო მომენტი, როცა მზერაში შეცოდების მომენტსაც ხედავდი, გაოცებას, მაგრამ ჩემთვის ეს იყო ამოუხსნელი. ეგ უცხრელად, იმიტომ რომ ისეთ გარემოში გავიზარდი, ისეთ თანასწორ გარემოში ვარ.
ჩვეულებრივად, უნებრივად ხდებოდა ყველაფერი, როცა უკვე დიდ სივრცეში გავდიოდი და შეხება მქონდა, ვერ ვსნიდი რა იყო ამ შეხედულების და მზერის მიზეზი, უსმენდა. მე დავაცნობიერე რა თქმა უნდა, მაგრამ მალევე გაიარა მას სხვათაშორის. დღეს ახლა ეს არ არის. დღეს ახლა რა ვიცი, ყოველდღიურად ქალაქში დავდივარ და არავის გამსგავსი ზერა თუ შეხედულება არ მიგრძნია, არასდროს კაი ხანია და ამ მხრივ რა ვიცი, უდიდესი პროგრესია. და რა თქმა უნდა, ემპათია მნიშვნელოვანია და პირველ რიგში თანასწორობა და ხო, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კიდე, თქვენ გაიგებთ ხშირად ფრაზას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. რა თქმა უნდა, არსებობს, ხა ეს არ შეიძლება ის არის გაბანტულება და რაღაცა ცარიელი სიტყვები. არსებობს, ოღონდ თუ რაღაცა თანასწორ შესაძლებლობებს შექმნი, აქ შემთხვევაში რაღაც დონეზე შეიძლება რომ ისეთივე სრულფასოვანი ცხოვრება გქონდეს, როგორც ნებისმიერ სხვას. ეს მთავარი. ახალგაზრდებში ხედავ და უფრო პატარა თაობაში, რომ სრულიად მიღებლობა აქვს და ეს რაღაცა ერთ იმაზე არის ყველაფერი, equality, რასაც ქვია, არის მიღებული ერთ დონეზე აბსოლუტურად. რაც ძალიან გასახარებელია, იმიტომ რომ რაღაცა მეტყობა იმუშავა, რაღაცა სისტემამ, რომელიც რაღაც სკოლებშია ალბათ არიან შემოპირები, მათ მიმართ დამოკიდებულება და რაღაცა მოხდა უფრო ძვრა, მოკლედ ახალ თაობებში ვიდრე ძველში. ხელს წამავლებენ, არ ვიცი, რატო გონიათ, რომ წავიქცევი. ალბათ გონიათ, იმიტომ რომ ხელჯოხი, ვერ არჩევენ დასაყრდენ ხელჯოხს და დაუშვათ უსინათოს ხელჯოხს. როცა ცდილობენ, რომ დაგეხმარონ, ისე რომ არ გეკითხებიან, გინდა თუ არა დახმარება. ეს არის ალბათ ყველაზე ისეთი უსიამოვნო მომენტი. ან რაღაცა თვითონ შეცოდებას რომ გამოხატენ რაღაც ისეთი იმდენ ხშირი აღარ არის, მაგრამ მაინც ხდება. ან დღეს მეტროში შევდიოდი და რამდენი უსინათლო დადისო ჩაილაპარაკა კონტროლიერმა უკლეთ. ხო, ამას ვაკვირდები, რომ სამწუხაროდ უსინათლო ადამიანის ქუჩაში სიარული არ არის ჩვეულებრივი ამბავი რა და ხალხი არ არის შეჩვეული ამას და ვერ აღიქვამს როგორც ნორმას. როცა ხარ ვიღაცასთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად ბებიაჩემმა ქართული არ იცის და ყოველთვის ელაპარაკებიან მხედველს. სულ რომ მე მეხებოდეს, მაინც პირველ რიგში ელაპარაკებიან ხოლმე იმას. მე არ მისვამ იმ კითხვას, ან მეც რო ვეუბნები რამეს, ვცნობ, რომ მაინც მხედველი თანხლებისკენ არიან ხოლმე მიტრიალებული ადამიანები და კი. ძალიან რთულია თქმა ერთი რამის, იმიტომ რომ ეს იმდენად კომპლექსური ინკლუზია, ხო, იმიტომ რომ აქ ცალკე არის სახელმწიფოს როლი, ახლა კანონებზე თუ ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა, აქ სახელმწიფოს როლია. ცალკე არის თქვა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საკითხი, ხო და ძალიან ხშირად არის კითხვა, რომ ჯერ ხალხი უნდა მომწიფდეს თუ ჯერ სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს რაღაცა ნება, ხო, ამ კუთხით. ამიტომ ესე რთული საკითხია, მაგრამ ალბათ მე ვიტყოდი ერთ-ერთი კანონებს თუ შევეხებით, ალბათ მე დავაწესებდი სავალდებულო კვოტებს, რომ მსხვილ დამსაქმებლებს, მე არ მომწვევ ბიზნესს, მაგრამ მსხვილ დამსაქმებლებს და ევროპულ ქვეყნებში ყველგან ესეა და არა მხოლოდ ევროპულ ქვეყნებში. და რაღაც რაოდენობის შიშიმოპირის დასაქმების ვალდებულება რო შეექმნათ, იმიტომ რომ ეს ვალდებულება რო ექნებათ, პირველი რომ ადამიანებს ისე აღარ შერცხვებათ, რომ თქვან რომ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და ბევრად უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება და აღარ დამალავს ამას. მეორე ის რომ ბიზნესიც იქნება დაინტერესებული, რომ რაღაც ტიპის განათლება მიიღონ შიშიმოპირებმა და გადამზადება იქნება, მომზადება იქნება და პლუს ამას მასობრივად როდესაც ჩვენ შევალთ, ხო, თქვა სამუშაო გარემოში უფრო ხილულები გავხდებით და ეს იქნება ნორმა. მანქანა ყავდა გაშერებული შეშენებით და პარკინგზე და გვერდით ცარიელ სივრცეში, რასაც უნდა თქონდა არ იყო დახასული, ვიღაც აპირებდა Range Rover-ის ჩაყენებას. ხო და სანამ შიგნით ძღოლი იქნებოდა, რახან ახალი ჩაყენებული იყო, მივედი, რომ მე თქვა, რომ გაეწიათ, რომ ბოლომდე გამეყო კარი მე და ჩამჯდარიყავი და იმ ადამიანმა გვერდით ამგზავრმა დამინახა ჯერ რომელიც უკვე ჩამოსული იყო და ჩემ დანახვაზე, აუ მეგობარო, ქეში არ მაქვს ხა არანაირია.
მითხრა, იმიტომ რომ მათო ორივე გონე. ტრაგედია არ არის, მაგრამ აჩვენებს იმას, რომ უბრალოდ სხვა ამპლუაში არ უნახავს ეტრიანი ადამიანი იმ გზავს და შესაბამისად ესეთ სამართლიანი სიტუაცია შემოყოთავი.